Oh my god. Guess who's back? Hi guys. როგორც იქნა დავბრუნდი, ალბათ ბოლო ვიდეო YouTube-ზე რაც დავდა, იყო ზაფხულში. მაგის მერე I'm sorry. მისალმეთ Arias. Hi. I've always wanted to have a black cat and her name is Aria. Right now she wants to play, so I'll let her go. Anyway, რა თქმა უნდა, ჩვენი სეზონი ან ამდენი ხნის პაუზის შემდეგ გაიხსნება სლენგებით. ვიცი რომ გიყვართ სლენგები, ჩემი პირველივე ვიდეო არ ეხებოდა სლენგებს, თუმცა მალევე დავდე და საკმაოდ კარგად წავიდა და მოდი ვნახოთ დღევანდელი ჩამონათვალიდან რამდენი სლენგი გეცოდინება. რაც არ გეცოდინება, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ უნდა ჩაინიშნო და ვისწავლოთ ერთად. Okay, let's get started. პირველი სიტყვა არის აბა როგორ წაიკითხავ? Nonchalant. No. Nonchalant. Be nonchalant. That's not nonchalant. ნიშნავს უდარდელ ადამიანს. ადამიან რომელსაც ბევრი რამე არ ადაპტებს. რომელიც ძალიან მშვიდად იღებს ყველაფერს, რაც ხდება გარშემო. He looked so nonchalant after winning the game. აი არაფერი არ მომხდარა საკმაოდ ესე მშვიდად და უდარდელად. მას შემდეგ რაც თამაში მოიგო, ანუ მიუხედავად იმისა, რომ თამაში მოიგო, he looked nonchalant. Yeah. შემდეგი სიტყვა არის skibidi. შეიძლება ამ სიტყვას ხშირად შეხვედრი ხარ TikTok-ზე. ტრენდი არის, სადაც მშობლებს აკითხებენ ხოლმე ინგლისურ სიტყვებს და მათ შორის ერთ-ერთი ეს არის skibidi. თუმცა თუ იცი რას ნიშნავს skibidi და როგორ გამოიყენება. მოდი ახლა განვიხილოთ მისი ადრინდელი მნიშვნელობა, ახლანდელი მნიშვნელობა, შევეხოთ მის წარსულსაც. 2023 წლისთვის იყო აი რაღაც სასაცილო. ეს მოდის მემიდან skibidi toilet. Wait a second, თმას გავისწორებ. Okay. და ნუ ითარგმნებოდა როგორც რაღაც სასაცილო vibe. რაიმე სახალისო სასაცილო. ამ სიტყვას იყენებდნენ საკმაოდ მხიარულად იმ პერიოდისთვის. თუმცა ეხლა უფრო ცუდის მნიშვნელობა შეიძინა და ეხლა უფრო იყენებენ ირონიულად, ნეგატიურად და ითარგმნება როგორც bad, ანუ ცუდი. რაღაც რაიმე რაც არის cringe, ხო? აი უტოლდება skibidis. მაგალითად, that outfit is kinda skibidi. ანუ ეგ outfit-ი, ანუ ეგ ანსაცმელი საერთო ჯამში არის skibidi, ანუ ცუდი რა. ანუ ადრინდელი მნიშვნელობა იყო რაღაც სასაცილო, სახალისო. ხოლო ეხლანდელი მნიშვნელობით skibidi ნიშნავს ცუდს. რაღაც cringe-ს რა, cringe. ალბათ ეს სიტყვა ქსმენია, შეგხვედრია, შეიძლება იცი მნიშვნელობა, შეიძლება არ იცი. ეს არის მოკლე ვერსია სიტყვა delusional. და delusional ნიშნავს ადამიანს, რომელიც არის აი ფანტაზიური ილუზიებით სავსე და მისი მოკლე ვერსია როგორც სლენგი არის delulu. She thinks her crush likes her. She's delulu. გონია რომ მის crush-ს ის მოსწონს და ძალიან delulu, ანუ ამ შემთხვევაში თავის ფანტაზიებს ყვება, ფანტაზიორია. Sometimes being delulu is solulu. ესეთ ფრაზა თუ ხსმენიათ. ანუ ხანდახან იყო ფანტაზიორი, არის გამოსავალი და ნუ solution ხომ არის გამოსავალი და მისი მოკლე ვერსია არის solulu. Okay. შემდეგი სიტყვა არის race. Have you got race? Race არის მომხიბლელობა. აი ადამიანს თუ აქვს race, ანუ ქარიზმა გააჩნია და აქვს უნარი რომ like he's got flirting skills. If he's got race, he's got flirting skills. ანუ კარგად შეუძლია ფლირტი, რაღაც თავისი ქარიზმა აქვს. ესეც ერთ-ერთი სლენგია, რაც აუცილებლად უნდა იცოდე. გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი სიტყვა არის sus. მოკლე ვერსია არის sus suspicious. The suspicious ნიშნავს საეჭვოს. აი სიტუაცია შეიძლება იყოს sus და შეიძლება ამ დროს თქვა wow, that's sus. ანუ ვინმე საქციელი შეიძლება იყოს ასევე sus. შესაბამისად, my cat. შეგვიძლია გამოვიყენოთ გარემოს ახსახწერად. Hey there. Aria.
Okay, she doesn't want to take part in my video. Anyway, მაგალითად, that message was kind of sus. ანუ ეგ შეტყობინება ცოტა საეჭვოა, ცოტა ნიტოა. შემდეგი არის აი ეს აბრევიატურა NB, იშიფრება როგორც never mind და ითარგმნება როგორც დაივიწყე, არიდარდო, გაატარე, ბრჭყალებში დაიკიდე. Never mind, it's not important. ანუ კაი, გაატარე, არ არის მნიშვნელოვანი. ან რაღაცის თქმას აპირებდი, უცებ ამოგივარდა გონებიდან და შეგიძლია ამ დროსაც თქვა never mind. Never mind, it's cool. რაღაცის თქმა, რაიმეს ახსნა დაიწყე, თუმცა გაანალიზე უცებ პროცესში, რომ აი არ ღირს რა, ანუ აზრი არ აქვს. ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია ვთქვათ never mind. Okay, შემდეგი სიტყვა არის sick. I'm sick, ნიშნავს ავად ვარ. თუმცა თუ რაიმეს დავახასიათებ როგორც sick, ანუ როგორც ეცართავს სახელს ესე თუ გამოვიყენებ, ამ შემთხვევაში sick ნიშნავს რაიმე ძალიან მაგარს. ანუ რეალური მნიშვნელობა არის უარყოფითი, იმიტომ რომ ცუდად როცა ხარ, ანუ ავად როცა ხარ ეს ცუდია, მაგრამ როგორც სლენგი, კარგ რაიმეს ნიშნავს. ანუ შემიძლია ვუთხრა ადამიანს, რომ აი, wow, your shoes are sick. ანუ შენი ფეხსაცმელი ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. Like my student bought a car and his car is just sick. Really. შემდეგი სიტყვა ავარჩიე sucks. ხშირად გამოიყენება. Okay, I told you that my French sucks. What sucks about it? თუ ფილმებს უყურებ და აკვირდი ხოლმე ამ თემას რა ჭირს. Anyway, პირობითად წარმოვიდგენ სიტუაცია, რომ აი ინტერნეტი ჭედავს რა ურევს, რაღაც ძალიან ცუდი ხარისხით მოდის რაიმე ჩვენამდე, ან ძალიან ნელია და ასე შემდეგ, ანუ და იმდენ ცუდია, რომ ეს ჩვენ გვაწუხებს, ხო? აი ამ შემთხვევაში შეგვიძლია ხოლმე საკ გამოვიყენოთ. აი რაღაც რომ არის ცუდი და თან ეს ჩვენ გვაწუხებს. The Wi-Fi sucks today. ანუ ინტერნეტი საშინელია დღეს. ესე იტყოდა native speaker. აი it sucks შეიძლება ვთარგმნოთ ქართული ჟარგონული ვერსიით, როგორც აი ტეხავს. აი ვინმე საქციელი პირობითად, რაიმეზე ვსჯელობთ, დისკურსიაში ვართ და გინდა თქვა რომ აუ კაი რა, ტეხავს, ანუ შეგიძლია თქვა it sucks. ხო. დაიმახსოვრე აი ამ ორ სიტუაციაში, არა მარტო ამ ორ სიტუაციაში. Oh my god. Aria. Girl. ანუ sucks გამოვიყენებთ, როდესაც გვინდა ვთქვათ, რომ რაიმე ტეხავს, ცუდია, გვაწუხებს. აი ამ კონტექსტით. შემდეგი სიტყვა არის literally, რაც რეალურად ნიშნავს ზუსტს, თუმცა ხალხი იყენებს ხაზგასასმელად. I literally have 20 minutes, so I have to be quick. Literally dying. ხო, სხვათა შორის, აი ვკვდების იყენებენ ხოლმე იმავე გაგებით, როგორც ჩვენ ვიცით ხოლმე, აი ცუდად ვარ და რეალურად ცუდად არ ვართ, მაგრამ აი რო ვიცინით ხოლმე რა. ინგლისურში ეგრე შეგიძლია გამოიყენო I'm dying და ასევე შეგიძლია თქვა I'm literally dying. ანუ სიტუაცია იმდენად სასაცილოა, ან რაღაც იმდენად ისეთია, რომ I'm literally dying. ვკვდები. Okay, next. შემდეგი სიტყვა არის sigma. რას ნიშნავს sigma? Sigma ნიშნავს ისეთ ადამიანს, რომელიც არის დამოუკიდებელი, საკუთარ აზრს მიყვება და სხვების აზრს არ აქცევს ყურადღებას. მაგალითად, he is such a sigma male. ანუ ის ისეთი დამოუკიდებელი ტიპია რა, sigma ტიპია. შემდეგი სიტყვა არის yapping. ნიშნავს უაზროდ ლაქლაქს, აი ბევრ ლაპარაკს. We were on a flight for 6 hours and you were yapping my ear off about how planes all fly themselves and it მაგალითად გვინდა ისეთი აზრი გადმოცეთ ინგლისურში, აი გაჩერება არის ის მთელი დღე ლაპარაკობს, აი უაზროდ რა. Nonsense ლაპარაკობს, შეგვიძლია ვთქვათ he's been yapping all day. შემდეგი სლენგი არის tea. ხო, რა თქმა უნდა, რახან ვახსენე რომ სლენგი, ესე იგი ჩაის არ ნიშნავს, ხო? და თუ ჩემი მოსწავლე ხა ამას უყურებს. Nadia, I'm talking about you. წინა გაკვეთილზე ვასწავლა ეს სლენგი და აუცილებლად ამ ვიდეოს უნდა უყუროს. და აი ამ მონაკვეთს ახლა სტორზეც დავდებ. კარგად დაამახსოვრდება უფრო T არის ჭორი.
რაიმე ინფორმაცია, აი რაღაც spill the tea მაგალითად დაბქვი, მოყევი, ანუ აბა გაამხილე. So go on, spill the tea. რაღაც ისეთი secret information. აი თუ იყენებ ფრაზას spill the tea, ანუ ვინმეს ვუბიძგებთ, რომ ის საინტერესო ინფორმაცია გაგვიზიაროს. საინტერესო ამბავი უნდა გითხრეს. თუ მეგობარს ეუბნები, რომ აი ძალიან ბევრი tea გაქვს მისთვის მოსაყოლი, ანუ ძალიან ბევრი ჭორი გვაქვს მისთვის მოსაყოლი. და შემდეგი არის brand new, რაც გამოიყენება ასევე ხშირად, ნიშნავს უახლეს, აი მანქანაზეც შეგვიძლია, ან ნებისმიერ რაიმეზე შეგვიძლია პრინციპში გამოვიყენოთ brand new, ან ნიშნავს უახლეს. She bought a brand new car. ანუ უახლესი, აი ჯერ გამოუყენებელი მანქანა იყიდა, ან her dress looked as it was brand new. ანუ მისი კაბა ისე გამოიყურებოდა თითქოს აი უახლესი იყო. დღეისათვის სულ ეს იყო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და არ დაგავიწყდეს ჩემი ახლის გამოწერა თუ გინდა რომ ნახო უფრო მეტი მსგავსი კონტენტი, რადგან ეს მე мотивაციას მაძლევს რომ უფრო ხშირად ვეცადო ჩემი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დავჭირე და მოვიცალო. ეხლა კი წავედი, რადგან გაკვეთილი მაქვს ჩასატარებელი და მანამდე ჭამა უნდა მოვესწრო. Bye!